აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც 27 ივნის რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში რეიდებისას დააკავეს აზერბაიჯანული წარმოშობის 50-ზე მეტი პირი, 5 ადამიანი კი მოკლეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ბრალდებები 2001, 2010 და 2011 წლებში მომხდარ მოვლენებს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების საცხოვრებელი სახლები დაარბიეს, საფაროვების ოჯახის წევრები დააკავეს, ხოლო 2 ძმა ზიედინ და ჰუსეინ საფაროვები მოკლეს. მოვლენებმა ბაქოსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა გამოიწვია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ინციდენტი და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ზახაროვამ განაცხადა, რომ დაკავებები წინა დანაშაულების გამოძიების ფარგლებში მოხდა. გარდა ამისა, რუსეთში აზერბაიჯანელ გარემო ვაჭრეებს აკრძალვები დაეკისრათ, მათ პროდუქცია ჩამოართვეს, ხოლო ისინი, ვინებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს, სცემეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. აზერბაიჯანელებზე ზეწოლა ასევე დაფიქსირდა ვორონეჟისა და ალექსეევსკის ბაზრებში. რუსეთში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მომხდარ ინციდენტებზე კომენტირებისას ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტი რუსეთში ხშირია და აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები 2008 წელს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგაც განახორციელა რუსეთმა. ახალი რეალურად არაფერი არ ხდება, რაც რუსეთს ადრე არ გაუკეთებია. აკეთებს იმას, რაც იცის, რასაც ადრეც აკეთებდა, მაგალითად, თუ ავიღებთ 2008 წელს, როგორ მოექცნენ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ რუსეთ საქართველოს ომის ფონზე, დაახლოებით იგივეს აკეთებს ახლა ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ, რომლებსაც რეალურად ასე ვთქვათ, გამოყავს დამნაშავეებად, გამოყავს ეს ადამიანები დამნაშავეებად, ისეთ საქმეებში, რომელიც ჩადენილი იყო, ანუ საქმე აღზრული იყო 24 წლის წინ, ხო? რეალურად ეს არის რუსეთის სადამსჯელო ოპერაცია, მიმართული აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რადგან აზერბაიჯანი ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს და სულ უფრო და უფრო არ ემორჩილება რუსეთს. ეს აისახა როგორც 9 მაისს პრეზიდენტ ალიევის მოსკოვში არ ჩასვლით, ისე სხვა შემთხვევებშიც, სადაც აზერბაიჯანმა გამოამჟღავნა თავისი დამოუკიდებლობა.